გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულმა სახელმწიფო თეატრმა მუშაობა განაახლა. სამხატვრო ხელმძღვანელის ნიკოლოზ შველიძის თქმით, მაყურებელს ბევრ საინტერესო სიურპრიზს და სპექტაკლს უმზადებენ, რომლის ნახვაც მათ ყოველ შაბათ-კვირას შეეძლებათ. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა სპექტაკლი „ქეიფი სოლოლაკში“, რომელიც კოტე აფხაზის გმირობის ისტორიას მოგვითხრობს და რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა. ერისთავის თეატრი მათ ერთგულ მაყურებლებს სპექტაკლებზე დასწრებისკენ მოუწოდებს. უბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს, გადავწყვიტეთ აღვედგინა ჩვენი ერთ-ერთი სპექტაკლი „ქეიფი სოლოლაკში“, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, როგორც ავტორის მიმართ, პატივისცემით და სიყვარულით ნოდარიკო მაჭარაშვილის ნაწარმოების მიხედვით არის თანამედროვე ავტორის, რომელიც ჩვენებურად მოვყევით და რა თქმა უნდა ჩვენთვის უძვირფასეს ადამიანზე აქ მირზია. ეს არის კოტე აფხაზის ისტორია, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მეტად მოუყოლელი და უთქმელი რაღაცნაირად აბუდადებული თემა იყო აქამდე თუ არ ვიცი რატო, უბრალოდ ძალიან იშვიათად ვყვებოდით ამ ადამიანის გმირობაზე. ილიას დიშვილი იყო და მართლა დიდი როლი ითამაშა ამ ქვეყნის დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებაში და დღეს კიდე ერთხელ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მოუყვეთ თუნდაც მომავალ თაობას, ახალგაზრდებს, ბავშვებს და ზოგადად ჩვენ ძვირფას მაყურებელს გავახსენოთ ეს ადამიანი და მოუყვეთ ის რთული დღეების შესახებ, რაც გამოიარა 23 ამ აჯანყების შეთქმულების ისტორია. კიდევ ერთხელ მოუყვეთ და კოტე აფხაზის გმირობაც გავახსენოთ. ამის გარდა გვაქვს სიახლეები კიდე, რომ საბავშვო ერთი სპექტაკლი დაგვემატა, კიდე მცირე სცენაზე ვგეგმავთ ასევე ახალგაზრდა რეჟისორთან ერთად მუშაობას.